მოგესალმებით ბროების მორიგი ეპიზოდი ჩვენ ვაგრძელებთ არ ჩერდებით წინ და წინ მივდივართ თქვენი დახმარებით ძალიან გვახარებს მაგარი კომენტარებით და რომ გამომწერებით გვემატება ხო პლუს ფორმატში როგორც იცით არის დავალებების შესრულება ვინც წააგებს მაგრამ დღეს კიდევ ერთი რაღაც სიახლე გვაქვს მაგას მალე გაიგებთ ხო მოდი დავიწყოთ ახლა უკვე პირდაპირ თქვენ კი ამასობაში რო არ დახარჯოთ რა იქვე არხი გამოიწერეთ ზარზგილაკი ჩვენ სამ რაღაცებს ვაკეთებთ ძალიან საინტერესო რაღაცები გელით ამ ეპიზოდში სიურპრიზიც და დავალების შესრულებაც. ჩვენ კი დავიწყოთ. ლომი. არწივი. კითხვა რა იყო? რაც ყოველ ფრინველად ისურვებდით ყოფნას. ყველა ძალიან მსგავსი პასუხი, ანუ მეფე. მიშა, აბა შენ არწივი რატო? არწივი იმიტომ ავარჩიე რომ ჯერ ერთი ფრინველია და მაგაზე უკეთესი რა შეიძლება იყოს. ხო, მაგაში გეთახმები რომ იფრინა, ხო? ეგ ალბათ ყველას ეგეთი სურვილი ქონდა რომ ერთხელ მაინც. ხო, ბირატო არ დაწე. ეს არის როგორც ლომი. ანუ ამ სამყაროში ჩიტების სამყაროში და ფრინველი რატო არჩიე? ანუ იმაზე სიარული მე შემიძლია. თული გამოსაცნობია ვინ არის იმპოსტერი. ლომის თელი მოგამი არის ის რომ აი პირველი ეგ მაქვს წავედი მეფე და ძლიერი და ისეთი ღირსეული და დინჯი და რაღაცნაირი. გარბაისლური. ხო და აი ესეთი რაღაცა. აი რო გონია რომ ეს ზის და მოვიტანეთ ესა და ხო ზუსტად ეგრეა ხო და იქ რაღაც მთელი თავის იცი რას ვერ ხვდები რა უნდა ყოფილიყო კითხვა ისეთი ანუ იმპოსტერს რა კითხვა უნდა ქონოდა მაგას ვერ ხვდები ძალიან ერთნაირი ხო მეფეები გვიწერია ვინ არის ცხოველთა მეფე ვინ არის ფრინველთა მეფე იზი კი ბატონო და ჩვენ თუ ერთნაირი გვიწერია მაგლოგიკით გადიხარ რომ მე ვარ იმპოსტერი? წინა ეპიზოდებში ეგრე ადებდი შენ კოსტას ქალს. ხო, იმიტომ განსხვავებული ვიყავი. დისკრიმინაციას ქონდა ადგილი. 3, 2, 1, მიშა. გიორგი იყავ იმპოსტერი? რა თქმა უნდა მე ვიყავ. ჩემი კითხვა იყო, ჰარი პოტერში გრიფინდორი რო არის, მაგის სიმბოლო რა არის, ცხოველი. კარგი, მეორე რაუნდი. ფორმულა 1. ფეხბურთი. კითხვა რა იყო? საუკეთესო სპორტი საყურებლად. მიშა, ცნობილი ხარ იმით, რომ ფეხბურთის აზრზე არ ხარ. კი, ვარ, პატარა წრეში, მაგრამ ვარ. რა ხარ? ცნობილი იმით რო არ ვუყურებ, მაგრამ ეგ ფაქტია. დასგა ფაქტია, ბოლოს როდის უყურებ ფეხბურთს? ბიჭო, მე როდის ვუყურე მაგაზე ხო არ იყო საუბარი, ანუ შენ თვისო. ხო, ანუ მე აბა მეტი სხვა სპორტი არც ვიცი და არც ვუყურებ. ერთადერთი კიდე ერთხელ მაქვს ნანახი ტენისს როგორ თამაშობენ, კაი გოგოები. და ერთხელ მაქვს ფორმულა 1 ნანახი, შენ რო უყურებდი. იმის მიუხედავად რომ ფეხბურთის დიდი ფანი ვარ, ბოლო პერიოდია ფორმულაზე ვარ შემჯდარი, ამიტომაც ყველგან ფორმულას ვწერ რა, მორჩა. მე მგონი ისევ დისკრიმინაციით წავალ და ვისაც სხვა პასუხი უწერია იმაზე დავადე. მე მიშას დავადებ ხო მიშას დავადე მეგეთ. აუ ეგეთი სულელი არ ვარ. ვისაც ჩვენი ეპიზოდები ნანახი აქვს, იცის რომ ნათქვამი მაქვს შენ ფეხბურთზე როგორ არ გევასება და ნაკრების თამაშის შანსი ქონდა წასულიყავი, არ წახვედი, არ მოყვები ვისაც ნახი აქვს იცის. აქედან გამომდინარე, მაგრამ ეგ მოიცა კითხვა ხო რა იყო? კითხვა იყო საუკეთესო სპორტი საყურებლად. ხო, მერე შენთვის არ არის საყურებლად ფეხბურთი არის საუკეთესო. ანუ ეგ ფაქტია. მე მაგას ვერაფერს ვერ ვუზამ. აუ კოსტა ხო არ არის ხა ძალიან დამაჯერა ამანტო. ფორმულა 1 არა ყველაზე ლამაზი საყურებლად. ანუ საყურებლად რომელი არის მართლა ფეხბურთից გარდა. მე მივხვდი ხა რა შეესა. გამოხდება ხა გეტყვით რა, მიშას ვადებდით ხელს რა მე და კოსტა. თუმცა კოსტამ ახლა იგზნო რომ მიშა არ ჩემგან გადმოხრელი და კოსტა არის იმპოსტერი. და ახლა ჩემგან გადმოიხრება. მე მგონია რომ გიორგი ძალიან აქტიურად შეიძლებოდა ქონოდა კითხვა, შენი საყვარელი სპორტი და ფეხბურთის გარდა დაწერა ფორმულა 1, იმიტომ რომ კი, ფეხბურთი ძალიან დიდი ხანია უყურებს, მაგრამ ფორმულა 1-ზე ოფიციალურად ჩემჯდარი არის ძალიან ხშირი. იცი რა, ქონდა ეგეთი კითხვა ჩვენ თუ გაგა რა ქონდა? შენ საყვარელი სპორტიო და მე ფეხბურთი დავწერ. ნუ მგონი ამ აზრი არ აქვს და მოდი ხმის მიცემაზე გადავიდეთ, ხო? ო მიშა, კარგად დაფიქრდი, იმიტომ რომ იცი რა მაგ კარგად დაფიქრდი. მესამე ეპიზოდია უკვე. შენ თუ იმპოსტერი ხარ, მაშინ ჩვენ ვართ დებილები. იმიტომ უკვე ქონდა ეგეთ შემთხვევა. კი. იგივე სხვა რაკეთებს ეს ჩემი საკითხი. არ ვიცი. მაგრამ არ ვიცი. ვის მისცემ ხმა? სამივე ხმის მიცემის დროს არა, ჩემი ხმის მიცემა უნდა იყოს ფარული. კიდია, ეუთოოდინმა უნდა აღიაროს, რომ ფარულად მივეცი ხმა. აх, ბიჭო, რა ვქნა, ანუ ეხა ძალიან იმაზე ვარ რა, იმიტომ რომ გადავიდეთ. თვალებში მომხედე. მითხარი რომ იმპოსტერი არ ხარ. არ ვარ იმპოსტერი. აბა შენ თქვი? არ ვარ იმპოსტერი. მიშა არის. გულეთ ქმის დროს ქვემო დაიხედე. არ ვარ იმპოსტერი. შეგმოკი შენგან აქ დადგება, ასე რომ 3, 2, 1 გიორგი. მე ვიყავი.
ხო გითხარი? აი როგორ ვფიქრობ გითხარი, აი ხო გითხარი. რა ქონდა შენ? რომელი სპორტის სახეობას უყურე ბოლოს? რამდენჯერ უნდა გაგვიჩაუჩოს ბიჭო? ბიჭო, იცი რა, არის გვაჯერებს, რომ მამა აბრამის ბატკანია და გითხარი, უყურე, გითხარი, რო თქვა ერთავს, რო თქვა, ქვემო დაიხედა, კადრში ხო არის, ვაჩვენებ მაგას. ქვემო ზარია რა, მართალი იყავე გიორგი. არა, მე სიმართლე ვთქვი, მე მართლა მგონია, რომ ფეხბურთი არის ყველაზე უყურება. საერთოდ ყვილი ცოდვაა და მოდი აღარ ვითამაშობდეს და არხის გამოწერა და დალაიქება არ დაგავიწყდეთ და რაც თავარია ზარის ღილაკი გააქტიურეთ, რომ შემდეგი ეპიზოდები არ გამოგვიჩნდეთ. მოკლედ გადავდივართ შემდეგ კითხვაზე და გეტყვით რომ ეს მესამე რაუნდია. -2 კოსტას, -1 მე, -1 მიშას. ამის შემდეგ იქნება გადამწყვეტი რაუნდი და გადამწყვეტი რაუნდი იქნება სუპერ რაუნდი. 3 მეწერა და მე 4 დავწერე. 10. 10 არა. რამდენი შულის ყოლას ისურვებ? გითხარი იმპოსტერი ხარ შეჩემას ხოდა წერენ. ძალიან მარტივად აღმოვაჩინეთ იმპოსტერი. ანუ, რამდენი შვილის ყოველს ისურვებდი. რამდენი შვილი გეყოლება ეხლა კი არა. ეხლა შეიძლება კი არა და ვერ მეყოლება 10 ფინანსური გასახანი. არ გავიგი, ისურვებდი, გავიგი კაცო, მაგრამ აი 10 მე ყოველთვის იციგო, იცოდიო ძალიან ბევრი შვილი მინდოდა. 10 გინდოდა? რაც მეტი მით უკეთესი თქო, მთელი ცხოვრებაა მაგას უთან ბავშვობიდან მაგას. 20 უკვე ანუ ფანტასტიკის სფეროა. მივესალმები, აი ბაზარი არ ძალიან მაგარი პასუხი არის, პროსტა იტყუები რა. არა, ეგრევე ჩანს რომ იტყუები. 10 არა, კოსტა, 5-6 ბაზარი არ არის, 10 არ გითხოვს, მეორე ამას დავამატებეც. მიდი. 11 მაინც დაგეწერა, ნაკრები გაიჩნდებოდა. და წვნელი იქნებოდა. მოდი ხმის მიცემა. 3, 2, 1, კოსტა. ვინ იყო იმპოსტერი? შენ იყავი, ხო გვიჭველი შენ იყავი. შენ იყავი ბიჭო? მე ვიყავი მე. აბა რა გინდა? რა ქულა გამოყვა ქართულშიო მე-12 კლასში, ეგ იყო ჩემი კითხვა. 10 რანაირად გამო. საუბედუროდ გაგასწავლობდი ქართულ ლიტერატურას და გრამატიკას ყოველთვის. ნუ საუბედუროდ არა, საბედნიეროდ, მაგრამ ამ შემთხვევაში საუბედუროდ. მოკლედ კოსტას აქვს -3 ქულა, ჩვენ -1 გვაქვს და ახლა დაიწყება სუპერ რაუნდი. ცოტა სხვა თამაში იქნება და სუპერ რაუნდში იქნება -3 ქულა. ასე რომ კამბექის რეალური შანსი მაქვს. ხო, ანუ მე რო წავაგო, ან მიშამ წააგოს, გადამწყვეტი რაუნდია მოკლედ რა. ვინც ამას წააგებს, ეგ არის სამარცხებული და თქვენ კი არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ და ზარის ღილაკის გააქტიურება აუცილებლად. რათან დაგვიწერეთ დამარცხებულმა რა დავალება უნდა შეასრულოს. მოკლედ იწყება გადამწყვეტი რაუნდი -3 ქულიანი და აქ გადაწყდება ვინ იქნება მთავარი დამარცხებული ადამიანი. ყველაზე მეტად მემაწყობს მოგება. ყველას გვაქვს დაწერილი თავზე რაღაც პერსონაჟი. მოდი მიშა დაიწყე. ფილმიდან ვარ? არა. არა, ფილმიდან ვარ? კი, ფილმიდან ვარ? არა. სერიალიდან ვარ? არა. სერიალიც არის, სერიალი აბრა არის და ეპიზოდები არის და ანუ აბრა. მეტნაკლებად, კაი. მულტფილმიდან ვარ? კი. კი. ქალი ვარ? კი. სერიალიდან ვარ? დისნეიდან ვარ? დისნეის არ არის ხო? არა. ქართველი ვარ? კი. უცხოური სერიალია? კი. მულტ სერიალი არის? თუ მულტფილმი? მულტ სერიალია. მულტ სერიალი, ოკეი. ახალი ფილმი არის? არა. კაცი ვარ? კი. გამოგონილი არსება ვარ? არა. ჩემი სახიობი ვინც ასრულებს ამას, ამ პერსონაჟს. ხო. ცოცხალია? არა. კარგი, ფანტასტიკის ჟანრია? არა. მე ცხოველი ვარ? კი. მე ანუ გარდაცვლილი ქალი ვარ, ქართველი ვიღაცა სახიობი რომელიც ასრულებდა ეგეთი კი. რამდენიმე ვიცი მარტო და მიდი. ძველი ქართული ფილმია, ხო? აი. ძველი ქართული ფილმი. რაღაცა ჭრიჭინა და ეგეთ კატეგორიაში გადის? რას ნიშნავს კატეგორიაში? აი ძველი რა საბჭოეთის დროინდელი. ძველი საბჭოეთის დროინდელი კი ბატონო. By order of the Peaky Blinders, ვაკედან ვარ? By order of the Peaky Blinders. კი. ჩემი კარგი. კაი, ვიტყვი. თქვი. ტომას შელბი. აუ კოსტა. კოსტა საო. კოსტა მაგარა გადარჩა. ანუ ჩემსა და მიშა შორის გადაწყდება ახლა. მე ვარ მულტ სერიალიდან. არ ვარ დისნეი, რაღაც ცხოველი ვარ. ტომი ჯერიდან ხომ არ ვარ? ხარ. ხარ. ანუ შემიძლია ვთქვა რო რამე? თუ პასუხი გაქვს თქვი? ტომი ვარ? არა. ანუ ეხა დარგეული მაქვს. მაგრად. აუ მაშინ რენდომზე უნდა თქვა რა. მიდი. ანუ მე ხა, პროსტა პერსონაჟს ვიტყვი რა. მიდი. რა ქალი ძველი წარსულიდან მარტო ერთი მაქსენდება. უბრალოდ სახიობის სახელდაგვარს ვიტყვი, მაგრამ პერსონაჟის სახელდაგვარი არ ვიცი. ნებისმიერი ორივე გვაქვს. ჭრიჭინა სახელი ხო ჭრიჭინა არის, მაგრამ მაგას ხო როგორც მახსოვს, მაია წმეთელი ასრულებდა და ჭრიჭინა უნდა მეწეროს მაშინ და ადამიანის სახეობი მაია წმეთელი ვიქნები. მაგ ლოგიკაში. თუ ეგ ვარ და სხვა არ მახსოვს არავინ ასეთი ქართველი. ეგ ვარ? ჭრიჭინა ვარ? მაია წნეთელი გაწერია თავზე. რატომ მეწერა მაია წნეთელი? პერსონაჟი უნდა ყოფილიყავი. მაია წნეთელი ფილმის პერსონაჟიც. წნეთელი ფილმია თვითონ. ილაბაშიძე იყო მაია მაია წნეთელი. წნეთელი რამ გათქმევინა? შენი საღოლს მოგ, რა ვიცი. ნოზა შეიშალა და სწორი გამოვიდა.
ანუ ლეილა მაშინ ზოდა ეთქვა და მაიაწყნებელი თქვა. აუ რა ახლოს ვიღარ ხო მიღადა მაიაწყნებელი რანაირად. მაგარი გამივარდა. რანაირად გამოიცანით? აზზე არა. ბიჭო, იმიტომ რომ ერთი ხალი ვიცოდი ეგეთი და მეტი არა. მე ისე ახლოს ვიყავი რომ ჯერი ვარ ხო? კი. დამსახურებული მოგება არის მგონი რა ვიცი. მე წავაგე ისე. მოკლედ მიშა შეასრულებს იმ დავალებას კომენტარებიდან შეირჩევა. წინა დავალების ვინ შეასრულა იმას ახლა ჩაერთვება ვიდეო ამსა მე ვიყავი და ის მანამდე გამოგვიწერეთ. და დადგა ნანატრიდე როდესაც საჯერი უნდა გავაკეთოთ. ისეთი კადრია მესმის კადრი მაქვს დანახი რაც ზან პორნო ვიდეოს კადრი არის. არაფერი არის ფიქრობ ორი კაცი ვადგავართ ერთ ნიღბიან ტიპს თავზე. აი ეს ერთი გოგორო არის რაც დივანზე რო ისა კი, კი. უბრალოდ მან უკან შავკანიანები არიან ამიტომაც. მოკლედ როგორც იცით, მიშა დამარცხდა და ჩვენმა მიშამ უნდა შეასრულოს სასჯელი. თვალი ახლული აქვს ცოტა უცნობი. თან დახუჭულიც მაქვს, იმიტომ რომ ძალიან არაკომფორტულად ვარ აქ და პაგემ ვერ ხედავ და დახუჭე, ხო? უბრალოდ ქუდი რაღაცა არ ქონდა ესეთი არაფერი და რაღაც კუსტარულად მოვიფიქრეთ, რაღაცა გავუკეთეთ, თავს არაკომფორტულად გზნობს. თავარია ვერ ხედავს. თამაშს ალბათ მიხვდებოდით, რომ გვაქვს რამდენიმე კარგი პროდუქტი და ცუდი პროდუქტი. ეს ყველაფერი დაბლენდერდება, მიშა დალევს, უბრალოდ ახლა რა თემაა? რომელს დალევს მიშა მარიცის. ანუ ჩვენ შევთავაზებთ მაგას. მაგრამ მე ავარჩევ. ხო. მაგრამ ვერ ვხედავ. ხო, მიშა არჩევს, მაგრამ ვერ ხედავს. ანუ მაგალითად მე დავიჭერ აი ამას. კოსტა დაიჭერს მაგალითად აი რამე სხვას? ხო, რამე სხვას და ვეკითხებით. კოსტა თუ გიო და იტყვის, გიოს თუ იტყვის, ჩავარდება აი ეს. შესაბამისად, წესები მარტივია, სასჯელი საკაიფოა, დავიწყეთ. ერთ რაღაცას ვიტყვი. მიდი. ბანანი ვიცი რომ გვაქვს და ბანანი ეს მოაცილეთ რა. ეგრე არ ჩააგდოთ. არა, კი, ეხლა დაგინდობთ. უბრალოდ შენ უნდა გადაწყვეტო იდეაში, შენზეა დამოკიდებული ძალიან გემრიელნა ერთს დალევ. კარგიც დავლიო ხო? კი, რა თქმა უნდა, შეგიძლია ძალიან გემრიელი რაღაცა აწყო, შეგიძლია საშინელება აწყო. მიდი. ჩვენ დავიწყოთ. აი, მოდი ჯერ ავრიოთ. ინგრედიენტებს რაც შეეხება. გვაქვს რძე, გვაქვს ნაყინი, გვაქვს ლუდი, გვაქვს ბანანი, ჟავე კიტრი, მდოგვი, ყავა, კრუასანი, წიწაკა, მოკლედ. მრავალფეროვნება რეალური არის. ცოტა ავრიოთ, ეს ვქნათ, ის ვქნათ, ეს ვქნათ. კარგი, იცი როგორ დავიწყოთ? სასმელებით დავიწყოთ. მოდი დავიწყოთ სასმელებით, კი ბატონო. მიშა, გადაწყვიტე. ახლა უნდა გადავწყვეტო ან კოსტა ან გია. კი ბატონო. იყოს პირველ კოსტას მივანდობ. ეს რო კარგი. ვერ ხედავს ბიჭო. რა ვიცი, წესით ვერ ხედავს. ორმაგი რაღაცა აქვს. შენ არ გაწიო ეგ წინ რა, უკან გამოწიე ცოტათი. რა? რა ხელი რო გაწიე არ დაინახოს ამარა. კაი. ცოტა უკან გამო. რამდენი ჩაასკი? ამას თლიანად ამასვამ შეჭემა? ამბავია შეხედე. არა, თლიანად ხო არ უწევს იმ კოქტეილის დალევა. ტიპმა იმინა. კაი, ვაგზელებთ ახლა მოდი. გამწირო ხო? მაგრამ მე ხმა მომესმა და რძე არის სავარაუდო, ხო? იმედია ლუდი არ არის. მაგრამ არა, ლუდიც კაია, უბრალოდ ლუდი და კრუასანი ცოტა. კაი, მოდი შემდეგი. კარგი. შემდეგი რომელს აირჩევ მიშა? მე თუ გიორგი? გაიგეთ? კი, გუჭირავს უკვე. მოდი, მაგრამ უკვე გიორგი იყო. მაგრამ გიორგი იყოს, კი ბატონო. კაი. ხმა უნდა ვნახო რა იქნება. უძრავი. ხტები რა არის? ეს ძალიან გემრიელი რაღაცაა. სხვათა შორის მიშა, კარგად მიდიხარ. მოიწერა, ძალიან ცუდი ხმა იყო, მაგრამ რაც მყარი იყო. კარია ნამდვილად. კარია. განსაკუთრებით ტუალეტში იქნება მყარი. ვაგზელებთ, მოდი. კიტრი იყო, ხო? ხო, კიტრი იყო, კი. სო, ბაიჭირეთ? კი. კი. აბა ვინ? უი, აზარ. ის მაინც მითხარით რა არის? არა, არ გეტყვით. არა, ეგ თუ გითხარით, რა პონტი 50-50-ზე გექნება შანსი და ასე თითქმის ნული. ეგრე სულ მაქვს. მიდი. აი, იყოს გიორგი მაინც. იყოს გიორგი. ანუ მოკლედ მე რაღაცა წინს მიშა შენგან გამოდის, რომ გიორგი უფრო მეტად გიყვარს, რა პონტია, სულ მაგას იქჩევ. არა, შემდეგ შენამდე. ცოტა ჩაას. ცოტა კარგი არჩია. ეს გემრიელობა არჩიე ნამდვილად. ლუდია. არა. მოცა რა იყო ეგ? შენგანაც გიყვარს ძალიან. არა, არ კაი, რა დავჭა? როგორ არ გიყვარს? ესა? აბა ეხლა რომელი უფრო გიყვარს, გიორგი თუ კოსტა? მე ჩემი თავი უფრო მიყვარს და შემიძლია ავარჩიო რამე? არა, შენ თარაფის საჭირო არ შეგიძლია, რა თქმა უნდა. აი, იყოს კოსტა. კოსტა უფრო გიყვარს. კარგია, კაი არჩევანია, სხვათა შორის ძალიან გემრიელობა გამოგდის ჯამში. რაღაცა вообще არ არის გემრიელი. ცაკარო დაჩვარდა იგი. უკვე დავსვინე და
არ მომწონს. დაგვრჩა რამე? შაურმას უფრო გავს. მიშა, ბოლო ორი პროდუქტი დარჩა და მოდი გეტყვით, კარგი? ერთი არის კრუასანი, რომელიც ამწავს მე მიჭირავს ხელში და მეორე არის თუნა. ტუნა. ძალიან გემრიელი თუნაა სხვათა შორის. ხო. ახლა შეუნდა გადაწყვიტო, რომელ საერთში. უბრალოდ უკვე რას ვიზამთ? ჩვენ ახლა მას შევცვლით და შეუნდა გადაწყვიტო, ვის უჭირავს ხელში. გამორთე? მიშა, ვის აერჩევ? გიორგი იყოს. კაი ბატონო ჩემო, თუ გიორგი იყოს, მშვენიერი. ბოლო ინგრედიენტიც აიქჩია ჩვენმა ტუნა ხო? საყვარელმა მესმის რომ ტუნა. ბიჭმა, რომელიც თქვენ ძალიან გიყვართ. ეხლა შევუზავებთ, ყველაფერს ერთად გადაუბლენდერებთ ნაის. და მიირთმევს. რამბოვი ჩაკარი გიჟი ხო? აი გადავასხათ. ნახო? არა, რა თქმა უნდა. ჯერ უნდა დალიო და მე მე არ დამასხა ახლა. რა უნდა დაგასხოს ეჭვი. არ ვიცი, იცით ამის ჩასვლა საერთოდ? ასევე ძალიან დიდი მადლობა ჩვენი ტექნიკის კომპანიას, სპონსორს, რომელსაც გამოგვიგზავნა ეს უმაგრესი ბლენდერი. მე ვიყავი მათაშორეს ეს სპონამ ეპიზოდის სპონსორი და მე მოვიტანე ბლენდერი. კი, მადლობა მიშას დედას. კარგი, გვეყო გადაბლენდერდა ეს ჩვენი სმუზი უნდა მივირთვა ახლა. უგემრიელესი სმუზი უნდა დააგემოვნოს ახლა. ეს ლუდი იმიტომ არის ცოტა დარჩენილი, რომ დავლიეთ ჩვენ ბოდიში. ცნობას გაფისებ როგორ ისხმება. და მოხსენი თავი და ისე ჩაასხი რა გჭირს. უკვე ხო შემიძლია. არა, ჯერ დალიოვაც არა, ჯერ უნდა დალიო. არა, ბიჭო, ჯერ უნდა შემიძლია უკვე, არა? არა. კარგად გამოიყურება. ძალიან კარგი გავდა. ეს თუ გასწავთ რა ჩადე? მოიცა ბანანი არისო? ძალიან ცუდია. ბანანი დარზე კარგი. შენი არჩევანის მიხედვით ვიმოქმედეთ ახლა სხვას ასვიზავდით. მიშა, გითხარი რას ფიქრობ? რა არის ამაში? უსუნე და მითხარი. სუნი საშინელი აქვს. ტუნას სუნი აქვს რა ქვია მაგას ტუნა? კი, ტუნა. ტუნა. აუ შე, მოდი მეც მაინტერესებს სუნი რა. აუ მე მოდი გაბარე. ხო, დასალევად არ ვარ გასავით. ატომას წითელია და წითელი რა გქონდა? შენი არჩევანი იყო ეს ყველაფერი, ასე რომ ეხლა შეგიძლია გემრიელად მიიქცე. რაღაცა ფერი აქვს შეცვლილი და ეგ ისე ტუნა არის თუ არ ვიცი? არა. ხო და წითელი არის. სუნი აქვს საშინელი ასე ვიტყვი და დანარჩენი არ ვიცი. უეჭველი მჟავე კიტრი აქვს, ტუნა აქვს, რძე აქვს აშკარად. მოდი იცი რა არის მარტო ყნოსვას ნუენდობი. რეცეპტორებსაც დაუჯერე და ამიტომ ჯერ გასინჯე და მე გეთქვი რა ინგრედიენტი. დიდად არ მინდა ამის გასინჯვა, დაგიმალოთ და. სასჯელია ხო? ვინც დაწერა ეს სასჯელი, მაგის პირში ეს კოქტეილი, აჰა ძმაო. მიდი მიშა უკვე უწუწუნებ რა, თქვენ არხი გამოიწერეთ, რომ მიშას წამება ნახოთ ის არ გვაქვს საწრუპი რამე, რომ სუნი მაინც. აუ, ბაზარი არა, საწრუპი მოინდა. ულამაზესი და უგემრიელესი კოქტეილისთვის ლამაზი გამოიყურება. ორი საწრუპი მოგიტანე, როგორც მიღებულია. სანამ მე ამას დავლევ, გამოიწერეთ არხი, დაგვიწერეთ კომენტარი, შემდეგმა რა უნდა გააკეთოს, რა სასჯელი უნდა გააკეთოს. აი მედი უარეს იქნება ვიდრე მიშას. საწრუპი კაია რომ სუნს მაინც ვერ კაი, ორი არ მინდა ერთი. ცოტა მეტი მაქვს. ეს ზაბონდია. ამ ხელა ჭიქა დაგიცით. ამდენი პროდუქტი წავიდა. აშკარად ეთყობა მდოგვი აქვს, კარგი მდოგვია. კარგი მდოგვია კი სხვათა შორის, არაფერი დაეწომა. საშინელი ტუნას გემო და უკვე კუჭი უკვე აშლილი მაქვს მგონი. ისეთი ცუდია. ნუ რძე აქვს, კიდე რა ინგრედიენტებს გვეტყვი. ეს აქვს აშკარად რა ქვია მაგას, მჟავე კიტრი. მჟავე კიტრი, რძე, ტუნა, მდოგვი და მეტი არაფერი ციცაკას ვერ გზლა. ციცაკას არ ვერა. არათოს კარგაბლომა და აქვს კი. ლუდი არ აქვს. ლუდი ყავა? ყავაც არ აქვს. ანუ რაც მინდოდა ეგ არ აქვს, ხო? კარი, უნდა კიდევ და დავლიო? ავისთავად მიდი. თუ გინდა რომ არქი გამოიწერო უნდა დალიოს რა არის. მოდი ეხლა წოდოა და ბევრიც არ აქვს. მაგრამ ისე ამას სულიად ვერ დავლე, მაგრამ მოდი ამის გარეშე. ნახე როგორ გადო, ოსოა. ყოჩა, მიშა, ნამდვილად. და კათებაჩო. მოდი მოვჩეთ გადაცემას. მიაყოლე. აი, ისეთი ცუდია ჩემი. მიშა არის ყველაზე საყვარელი პერსონაჟი ჩვენში რა. კი, ნამდვილად. მაგაში არ გამოვდგები. აი, სულ ეს იყო. წავედით. არ გინდათ გასინჯოთ?